მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ ყველას თქვენი კომენტარებისთვის, იმისთვის რომ მიწონებთ ჩემს ვიდეოებს, მოგწონთ და რეზონირდება თქვენზე, ძალიან მიხარია. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩემი გაშლები 2 კითხვა 15 ლარი იქნება ეს ფასი პირველ ან 2 ივნისამდე. მოასწარით იქამდე. ასევე coaching-ის სესიები, ერთი სესია 30 ლარია. თუ ვინმეს გჭირდებათ, შეგიძლიათ შემეხმიანოთ მითითებულ ნომერზე. აღწერაში მაქვს მითითებული ნომერი, WhatsApp-ზე ან Viber-ზე მომწერეთ და შევთანხმდეთ პირობებზე. კარგი, დღევანდელი გაშლა იქნება ასეთი. რა გაგახარებთ 1 თვის მანძილზე? მოდი ვნახოთ. რა გაგახარებთ 1 თვის მანძილზე? ესე იგი, მეგობრებო, გაქვთ ესეთი სიტუაცია, ანუ ზოგადად ვისაუბრებ და ყველამ თქვენს საკითხებს მოარგეთ. რაღაცა საკითხი, რასაც ძალიან ბევრ შრომობდით, გამოიგებს შედეგს და თქვენ იცით როგორ სიტუაციაში იქნებით, ანუ შედეგს გამოიგებს, ოღონდ იქნება შედეგი როგორი, აი ახალი დასაწყისი ჯერ, რაღაცა ახალი იქნება და თქვენთვისაც ახალი იქნება ეს ყველაფერი და იქნება აი როგორ იცი, აი ახალი ადგმული ფეხივით, ბავშვები რომ აიდგავენ ხოლმე ახალ თავიდან ფეხს და რომ უჭერთ სიარული, აი ესეთი დასაწყისი იქნება. თუმცა ეს დასაწყისი ნიშნავს თქვენთვის იმედს. იმედი მოგეცემათ, რომ ეს ყველაფერი აი ძალიან დიდ შედეგს გამოიგებს და მიიღებთ იმას, რაც გინდოდათ საბოლოო ჯამში. აი მიიღებთ იმას, რომ თქვენს ხელში იქნება ყველაფერი და თქვენ განკარგავთ ყველაფერს, აი როგორც გინდათ ისე. ანუ ყველას ყველა მოარგეთ თქვენ სიტუაციებს, ვინ რა საკითხი ჩაიფიქრეთ, ზოგადად იქნება ასეთი სიტუაცია. ანუ შრომობდით რაღაცასთან დაკავშირებით ბევრს, შეიძლება იმედიც არ გქონდათ, რომ მასულდებოდა, მაგრამ გაგახარებთ ეს ფაქტი, რომ ეს რაღაცა აგისრულდებათ და იქნება ახალი დასაწყისი ამ ყველაფრის. იმედი გაგიჩნდებათ, აი რაღაცნაირად შინაგან სიმშვიდეს იგრძნობთ, აქამდე შეიძლება აი ძალიან არეული იყავით შინაგანად და ვერ ფიქრობდით რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო აი ამ თქვენი ამდენი შრომის შედეგად, მაგრამ აი ახლა იგრძნობთ შინაგან ჰარმონიას, სიმშვიდეს და იმედი მოგეცემათ იმ რაღაცა დიდის, რასაც ელოდებით საბოლოო ჯამში. კარგი. ხო, დავამატებ კიდევ იმას, რომ ეს რა თქმა უნდა ახალი დასაწყისი რომ არის, ძალიან კარგია, კრეატიულია, აი რაღაცნაირი კარგი დასაწყისია, თუმცა ჯერ რა თქმა უნდა რომ არ არის დასრულებული და რაღაცა საბოლოო შედეგი არ გაქვთ, აი რაღაცა ისეთი ჩამოყალიბებული არ არის ბოლომდე ეს ყველაფერი. კი ბატონო, კიდევ რა გაგახარებთ ამ 1 თვის განმავლობაში? რა გაგახარებთ კიდევ ამ 1 თვის განმავლობაში? დადებითი ემოციები, მეგობრებო. ხო, აი ეს თითოთი, მგონი რაღაც ვისაუბრე, იმის გაგრძელებაა ახლა ეს ყველაფერი.
მეგობრებო, თუ იყავით როგორ სიტუაციაში, აი როგორც წერამ თქვი, რომ ბევრს შრომობთ, ხო? აი ბევრს თუ შრომობდით და რაღაცა შედეგი არ გქონდათ და ამის გამო იყავით ძალიან აი ემოციურად ცუდად, მენტალურად, ემოციურად ძალიან ცუდად, ვიღაცას დეპრესიებიც გქონდათ, ძალიან ჭიდილი გქონდათ იმების, ფიქრების არეული იყავით შინაგან, შეიძლება თუ ვიღაცას ესე არ ებრძოდით და არ მეტოქეობაში არ იყავით, აი უბრალოდ თქვენს თავს ებრძოდით რაღაცებთან დაკავშირებით, ხო? ძალიან ცუდ განწყობაზე იყავით აი ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. და ეს ყველაფერი დასრულდება. აი ეს გაგახარებთ ზუსტად. დასრულდება ეს ყველაფერი და თქვენ გადადიხართ უფრო ისეთ დადებით მაღალ ენერგიებში. არ ვიცი, ვიღაცები შეიძლება მიმართავთ ტაროლოგებს, ან სხვა ეზოთერიკის წარმომადგენლებს, ან ფსიქოლოგთან დადიხართ, ან coach-ს მიმართავთ, ან ისე მე რომ ისმენთ, ახლა ეგ ყველაფერი გეხმარებათ, მაგრამ ეს, აი რასაც აი ეს მოქმედება თქვენ რომ გააკეთებთ ახლა ამას, ხო? აი ტაროლოგთან რომ მიხვალთ, ან ნებისმიერ ისეთ ადამიანთან თუნდაც, რომელიც სწორ გზას გიჩვენებთ, ხო? აი ეს გეხმარებათ თქვენ, რომ გამოხვიდეთ აი ამ რთული მდგომარეობიდან. აი ეს გაგახარებთ ერთი თვის განმავლობაში. თუ ვინმეს გქონდათ ფინანსური პრობლემები, აი ეს ძალიან კარგად მოგიგვარდებათ. ფინანსები კარგად შემოედინება თქვენზე. თუ ვინმეს გქონდათ ისეთი პრობლემები, რომ არ მოგწონდათ საკუთარი თავი, ან თუნდაც ვიღაცას წონა გქონდათ მომატებული, ან რაღაცა არ მოგწონდათ თქვენს თავში, აი ეხლა ძალიან კმაყოფილად იგრძნობთ თავს, აი მოგეწონებათ თქვენი თავი, კმაყოფილი იქნებით თქვენი ცხოვრებით. ასევე ძალიან ბევრი შანსი შემოვა თქვენს ცხოვრებაში. და აი ასარჩევად რომ გექნებათ საქმე რა, აი რომ საით წავიდე რა ავირჩიო, რაღაცა ესეთი ის მომდის, რომ აი ასარჩევად გექნებათ საქმე რაღაცა საკითხებში. ასევე ემოციურადაც ძალიან კარგად იგრძნობთ თავს, გამოდიხართ აი ამ რთული, დაძაბული ემოციები, ნეგატიურ ემოციებზე იმარჯვებთ მოკლედ და უფრო დადებითი და სუფთა ემოციები მოდის თქვენს ცხოვრებაში ამ ერთი თვის განმავლობაში. კარგი. კიდევ რა მოდის? ხო, ვიღაცებთან შეიძლება ასეც რეზონირდეს, რომ თქვენს ცხოვრებაში ესე ურთიერთობების მხრივ თუ წავალთ, პარტნიორი შემოდის, რომელიც ძალიან ისეთი ემოციური და მზრუნველი პიროვნება იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით რაღაცა სტაბილურობაზე გექნებათ საუბარი, მაგრამ ვისთანაც ეს რეზონირდება, რომ პარტნიორი შემოვა მასთან, აი ეს ადამიანი შეგავსებთ აი ამ რაღაცა, რაც გეკლდათ რა, აი რაღაცა დანაკლისი რომ გქონდათ დადებითი ემოციების, აი ამ ემოციებით შეგავსებთ ეს ადამიანი. კარგი, კიდევ რა მოდის თქვენს ცხოვრებაში? ასევე ძალიან ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდებით, აი სასიამოვნო დადებით გარემოში იქნებით ხოლმე, იქნებით რაღაცა პერიოდი, ან გექნებათ ის ერთი დღე რაღაცა, რომელიც გაგახარეთ, გამოგიყვანთ აი ამ რაღაცა მდგომარეობიდან, ცუდი ჩაკეტილი მდგომარეობიდან, აი ეს თუნდაც მეგობრებში გასვლა, ან რაღაცა სიტუაციაში აღმოჩნდებით ისეთში, რომ ძალიან დაგეხმარებათ ესეც. კარგი, კიდევ რა მოდის, აბა ვნახოთ. კიდევ რა მოდის თქვენს ცხოვრებაში დადებითი?
ძალიან როგორი გრძნობთ იცით თავს? იცით? თუ იყავით წეგანაც აღნიშნე რომ ძალიან ჩაკეტილი და ისეთ მცივ ენერგიებში, ხო? ეს ახალი დასაწყისი რაც გექნებათ თავში რომ აღვნიშნე, რაც გექნებათ ეს ახალი დასაწყისი, უზომოდ ამ დასაწყისს მოყვება ძალიან ბევრი დადებითი ენერგიები, ემოციები, ბევრი ძალიან ისეთი შანსი მსუყე, ფინანსურადაც, რესურსულადაც, რაღაცნაირი ისეთი შანსები მოგივათ ცხოვრებაში, რაც სრულიად გამოგიყვანთ ამ ჩაკეტილი მდგომარეობიდან. გქონდათ ისეთი სიტუაცია, უფრო ისეთი ენერგია მომდის, რომ ფინანსებზე და ემოციებზე იქნება აქ საუბარი. ისეთი მდგომარეობა გქონდათ, რომ გიჭირდათ რაღაცა ფინანსების გამომუშავება, ამ თქვენი ნეგატიური ემოციების ფონზე, რის გამოც იყავით ჩაკეტილი, ფინანსების გამომუშავებაც გიჭირდათ და ახლა რომ შემოდის ესეთი დადებითი ენერგიები, ძალიან ისეთი შევსებულად და ბედნიერად იგრძნობთ თავს და უფრო როგორი იქნება იცით სიტუაცია, რომ ცხოვრებაში რაღაცა დიდ ნაბიჯებს გადადგავთ. თქვენ ცხოვრებაში რაღაცა დადებითისკენ გადადგავთ დიდ ნაბიჯს ძალიან. ასევე ხო შეიძლება რეზონირდეს ისე რომ შანსი როგორც ფინანსური, ასევე შეიძლება იყოს წაღანაც ვთქვი რომ ურთიერთობების მხრივაც ვისთან როგორ რეზონირდება ისე მიიღეთ, თუ იქნება ურთიერთობების მხრივ ახალი შანსი, ეს ძალიან კარგ დადებით ენერგიებს და სიყვარულს მოგიტანთ რა. თუ არა და თუ ეს არ ეხება ურთიერთობებს, იქნება ის მომენტი, რომ თქვენ ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარულს და საკუთარი თავით იქნებით შევსებული და ბედნიერი. მე წარმატებულ და დადებით დღეს და განწყობას გისურვებთ. დაგემშვიდობებით ახლა დროებით.